იოგა არის დისციპლინა, სადაც ერთიანდება როგორც სხეული, ასევე სული და გონება. ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ძალიან მოკლე ხანში, დაახლოებით 20-30 წუთში დამშვიდე მენტალურად, ფიზიკურად მოიხსნა დაჭიმულობა სხეულიდან და ჰარმონია იგრძნო. მე ვარ ხათხა იოგას ინსტრუქტორი და ჩემი მიმართულება არის სტატიკურ პოზებში გაწელვა, ასევე დინამიური მოძრაობები, რომელიც ეხმარება ძალის შენარჩუნებაში და აღდგენაში ადამიანს და სუნთქვაზე კონცენტრაცია, რომელიც ეხმარება როგორც ჯანმრთელობას ზოგადად, ასევე მენტალურ მიმართულებას დამშვიდებისთვის. სოფიოგა სტუდია თავაზობს ადამიანებს კვირაში 3-ჯერ ფიზიკურ ვარჯიშს, ასევე მაქვს ინდივიდუალური პერსონალური კლასები, ონლაინ ვარჯიშები იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფიზიკურად არ შეუძლია იოგა სტუდიაში ყოფნა და ასევე შეიძლება რომ ემიგრანტებიც ჩაერთონ ამ მიმართულებით და ვორქშოპები მაქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც რეგულარულად დადიან და ესწრებიან იოგას სესიებს. ჩვენთან დაახლოებით 20-25 ადამიანი დადის ყოველკვირეულად ვიზიტზე და მათი მიზანი არის ძირითადად სხეულებრივი სტრესის მოხსნა და ასევე დასვენება. რეკომენდირებული არის 6 წლიდან, რომ დაიწყოს მოზარდმა ბავშვმა იოგას ვარჯიში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც გაჯეტებზე არიან დამოკიდებულები ბავშვები და დიდ დროს ატარებენ. თამაშით ვასწავლით ბავშვებს იოგას, როგორც ცხოველების პოზებს ვაკეთებინებთ, იოგაში პოზებს ცხოველების სახელები ქვია, ასევე სუნთქვით პატარა კონცენტრაციის ვარჯიშებს ვაკეთებთ. ჩასუნთქვა ორივე მესტო. ამოსუნთქვა მარცხენა. 7 საომავლო გეგმები მაქვს იოგა რიტრიტების გაკეთება ქალაქ გორში, რადგან თბილისიდან სულ რაღაც 30-40 წუთის სავალზეა ქალაქი გორი. ვფიქრობ, რომ საინტერესო გამოცდილება იქნება ქალაქიდან გასვლის მსურველთათვის, როგორც იოგას და მაინდფულნესის მიმართულებით, ასევე ჯანსაღი დასვენების კუთხით. მინდა რომ ყველა მიპოვოს შინაგანი სიმშვიდე, ჯანმრთელობა და ბალანსი ყოველდღიურ ცხოვრებაში.